ნეო ჰუმანოიდი რობოტი არის ის ახალი გამოგონება, რომელმაც ბოლო დღეებში აალაპარაკა მთელი მსოფლიო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს რობოტი არათუ რომელიმე კომპანიაში ან რომელიმე საცალო პუნქტში უნდა განთავსდეს, არამედ პირდაპირ სახლში უნდა დაადგან ადამიანებმა და გამოიყენონ. ეს არის ის გათვლა, რომელიც აქვს მის ნორვეგიელ დამფუძნებელს და ზოგადად კომპანია 1X Technologies. ეს არის ძალიან საინტერესო პროდუქტი არაერთი მიზეზის გამო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის არის თითქმის დიასახლის. თითქმის იმიტომ, რომ არ შეუძლია მაგალითად სათბურის გაკეთება, არ შეუძლია სიმძიმის აწევა, იმაზე მეტის, რაც ნორმალურად 30 კილოგრამის წონის მქონე არსებამ შეიძლება აწიოს, რაც ძალიან საინტერესოა, როგორ უნდა გამოდგეს დიასახლისა და ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ სამაგიეროდ აქვს სხვა საინტერესო თვისებები, სხვა ისეთ ნივთებთან და ტექნიკასთან ურთიერთობის ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს, როგორიც არის მაგალითად ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ასევე ტანსაცმლის ავეჯის არა, ტანსაცმლის სარეცხი მანქანა ცხადია და ამ შემთხვევაში ის შეასრულებს ფაქტობრივად ყველა ძირითად მოვალეობას, რაც ადამიანს შეიძლება დასჭირდეს, თუმცა ეს სერვისი არ არის ჯერჯერობით ფიზიკურად ხელმისაწვდომი. კომპანიის დამფუძნებლებმა უკვე დაიწყეს გაყიდვა სერვისის ოღონდ წინსწრებით გადახდის ფორმით, ანუ $500 უნდა გადაიხადოს ამერიკაში მცხოვრებმა ადამიანმა, რომ ყოველთვიურად ამ რობოტმა იმუშაოს თუ არა და ან გაითიშება, ან წაიყვანენ, ან 20,000 გადაიხადოს, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში პირდაპირ სახლში მიუტანონ. რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს, სადაც საინტერესო იქნება ჩამოგვიტანენ თუ არა ამ რობოტს, ის ხელმისაწვდომი 2027 წლიდან გახდება. მოკლედ, ძირითადი უპირატესობები, რაც აქვს ამ რობოტს არის ის, რომ ის არის აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტით და ხელოვნური ინტელექტზე მუშაობა მას საშუალებას აძლევს, რომ თითქმის ნებისმიერ ენაზე ისაუბროს. აქვე აღსანიშნავია, რომ NVIDIA-ს ჩიპი არის ჩაყენებული, რაც საინტერესო არის იმ თვალსაზრისით, რომ მეტი შესაძლებლობა იქნება მათ შორის კომუნიკაციის დაიმახსოვრებს ადამიანებთან, კონკრეტულად იმ ადამიანთან, ვისთანაც იქნება მიმაგრებული და ვის საკუთრებაც გახდება, მასთან კომუნიკაციის ფორმებს, დაიმახსოვრებს, რაზე ისაუბრებს და შესაბამისად დავალებებსაც შესაბამისად შეასრულებს, მარტივად ვთქვათ, ზედმეტ კითხვებს არ დასვავს. ეს არის დაპირება, რომელსაც გასცემს 1X Technologies, თუმცა აქ ჩნდება ყველაზე დიდი კითხვა მის ხედვასთან დაკავშირებით, პირდაპირი გაგებით ხედვასთან, იმიტომ რომ ამ რობოტს აქვს 8 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც არა მარტო უბრალოდ ხედავს რა ხდება გარშემო და სივრცეს აღიქვამს, არამედ მასზე წვდომა ექნებათ იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც რობოტის ფუნქციას შეითავსებენ. არ მოგესმათ ამას რომ რობოტის ოპერატორი კი, რობოტის ოპერატორი გვეყოლება, ანუ კი გვპირდება კომპანია რომელიც სარეცხის მანქანამდე მიტანილი, ასე ვთქვათ, სარეცხის ჩართვას უზრუნველყოფს შემდეგ რობოტის გავლით. აი ამისი ახლა გვინდა ახლა მაყურებლისთვის. იცი რა, ძალიან საინტერესო რობოტია და საშიში არის იმ თვალსაზრისით და რაზეც საუბრობენ ადამიანები არის ის, რომ სრულიად უცხო ადამიანები შეექნება წვდომა, არა. თვითონ კომპანიის ნებართვაა გაცემული ასეთი, რომ კონკრეტულ ადამიანებს მისცემენ უფლებას, რომ აიყვანენ სამსახურში და მათ უნდა იმუშაონ რობოტის ფუნქციის შემსრულებლად. ანუ იცდებიან სახლში. ხო, ხელოვნური ინტელექტი არის მინიმალურ კომუნიკაციაზე, რაც შეეხება უკვე უშუალოდ მაგალითად, არ ვიცი, ოთახის დაალაგებას, ადამიანი გაიკეთებს, ასეთია კომპანიის პროგრამი, VR სათვალეს და დაინახავს შენ სახლში რა ხდება და ეს მე მგონი არ იქნება უბრალოდ ვინმე მიყიდოს ეს რობოტი ამ. რატომ უნდა მინდოდეს ახლა რომ ვიღაც ადამიანი დადიოდეს ჩემ სახლში. რაც არ ვიცი ვინ არის. ფულს აქეთ უხდი რომ იაროს და დაათვალიეროს ჩემი სახლი. ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომელიც 2-დან 4 საათამდე პერიოდში ექნება მუშაობის ხანგრძლივობა, თუმცა კარგი და საინტერესო ის არის, რომ თვითონვე მივა დასატენ აპარატთან, თვითონვე გამოცვლის ბატარეას და თვითონვე დაბრუნდება პოზიციაზე. მოკლედ, საინტერესო ინიციატივა, თუმცა რამდენად უსაფრთხოა, ეს არის მეორე საკითხი, ნამდვილად არ მგონია ვინმეს უნდადეს, რომ უცხო პირი დაიარებოდეს მის სახლში მისი ნებართვის გარეშე. ხო, ამ აღწერიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მორიგი ამბიციური სტარტაპი, რომელიც განწირული არის გაკოტრებისათვის. როგორც წესი, ტექნოლოგია, რომელიც აი ესეთ გაუგებარია, სწორედ ამ ბედიღვალს იზიარებს.